საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტთან ერწოდებულ მასქერის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 28 და 29 ივნისის რიგგარეშე სხდომებზე კი პროექტი განიხილება და დამტკიცდება. რაც ცვლილება შედის კანონპროექტში, მისი დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები პირდაპირ ეთერში ვრთავთ მალხა შრადუას, ის იურიდიულ კომიტეტში პროექტის განხილვას ესწრება მალხა საღამოშვიდობის. Სოფო ერთ საათზე მეტი ხანია, რაც იურიდიული კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე პავლე კუბაშვილი და ამ საკომდებო სრულების ინიციატორი ნუგზარ ციკლაური განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციათან ეგრეთ წოდებული მასქერთან დაკავშირებულ საკომდებო ინიციატივას. ძირითადი შენიშვნები კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლებს აქვთ, ისინი ამბობენ, რომ უნდა გაფართოვდეს ის პერიოდი დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც ყველა საერთო მაუწყებლობის მქონე ლიცენზიის მქონე ტელევიზიას ექნება საშუალება ჩაერთოს ყველა საკაბელო ქსელის მქონე კომპანიაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება როგორც ჩანს დათმობას არ აპირებს და ისინი პერიოდის ამ ვადის გადახედვას არ აპირებენ. კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც ეს შეგეხებას მონაწილეებს აქვთ, ეხება ტელეკომპანია კავკასიას. არსებული ფორმულირებით მას არ ექნება საშუალება რეგიონებზე გავიდეს და ასე ვთქვათ მოსახლეობას მიაწოდოს საკუთარი ინფორმაცია. კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ტელეკომპანია კავკასიას უბრალოდ არ აქვს რეგიონებზე მაუწყებლობის ლიცენზია, თუმცა ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება გამოინახოს ის, რომ ტელეკომპანია კავკასიო მიიღოს სატელიტურ მაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზია. ის თუ რასაც ცხადებდნენ ეს შეგეხება პირველ რიგში ეს ეხება მასქერის მოქმედების ვადებს. ჩვენ თვლით, რომ აღნიშნული პრინციპის მოქმედება უნდა დასრულდეს არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების მომენტისთვის და არა არჩევნების დღემდე. მეორე შენიშვნა ეს ეხება იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ მასქერის პრინციპს და არ ითვალისწინებს მასთოფერის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ თავის მხრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიებმა უნდა შესთავაზონ თავიანთი მომსახურება საკაბელო ოპერატორებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბადამ გადაიწიოს არჩევნების დღემდე წერია, რომ მასქერის ვალდებულება არსებობს, რაც არის შეცდომა არჩევნების სრულდება შედეგების გამოცხადებიდან, ოფიციალური გამოცხადებიდან და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არჩევნების დღემდე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნების დღეს ტელევიზიების გათხრამ შეიძლება დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს. მე არ ვფიქრობ, რომ ხანგრძლივობა ამ პრინციპის მოქმედების, მასქერის პრინციპის მოქმედების უნდა გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია აგიტაციასთან და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან. სწორედ ამისთვის შემოგვაქვს ჩვენ მასქერის პრინციპი 60 დღიანი პერიოდით, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი წყაროდან. ასთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის ფორმულირება, თუ როგორ უნდა დაჯარიმდეს ესათვის საკაბელო მაუწყებელი იმ შემთხვევაში, თუ არ ჩათვალს საერთო ლიცენზიის მქონე ტელევიზიებს საკუთარ პაკეტში. ეს შეგეხებას მონაწილეების აზრით ისინი უნდა დაჯარიმდნენ პირველ ეტაპზე 25,000 ლარით, ხოლო მეორე ჯერზე 75,000 ლარით. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში, ისინი ამბობენ, რომ პირველ ჯერზე გაფრთხილება და უკვე მეორე ჯერზე ავტორიზაციის გაუქმება შესაძლებელია უფრო ეფექტური მექანიზმი გახდეს იმ კომპანიების დასასჯელად, რომლებიც არ ჩართავენ ამა თუ იმ საერთო მაუწყებლობის მქონე ტელევიზიას საკუთარ პაკეტში. როგორც გითხარით, განხილვა საპარლამენტო კომიტეტში 1 საათზე მეტხანს მიმდინარეობს, თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ კიდევ არაერთი საკითხია, რომელთა გადახედვა შეიძლება საერთო პოზიციების ფონზე. საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ეგრეთ წოდებულ მასქერთან დაკავშირებული საპარლამენტო ინიციატივა, საზოგადოება უკვე მომდევნო კვირას გაიგებს. დიდი მადლობა. პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში მალხა შრადუა საუბრობდა.